საღამოშვიდობის დღეს განვიხილოთ შემდეგი ახალი თემა. ნორმეს სულაპრეცედენცა, ანუ გზაჯვარედინის თანმიმდევრობა, თუ როგორ უნდა გავიაროთ გზაჯვარედინზე. ვის ეხება დათმობა, ვისი უპირატესობა და ასე შემდეგ. როგორც ვიცით, თანაბარობლებიან გზაზე ყოველთვის დი ნორმა უპირატესობა აქვს დესტრას. Dobbiamo dare precedenza a destra. თუმცა არის გზები, სადაც უნდა გავჩერდეთ და სხვა შეიძლება მარცხენა მხრიდანაც მოგვიწევს დათმობა. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც არის dare precedențის ნიშანი ან stop. ახლა განვიხილოთ რამოდენიმე ფიგურა და განვიხილოთ ვისი უპირატესობა იქნება რომელი მხარეს რომელი უნდა გავიდეს. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ გზაჯვარედინზე შევდივართ, უნდა ვიცოდეთ ჩვენი მარჯვენა მხარე რომელია და როგორ უნდა დავიცვათ ის, როგორ უნდა დავუთმოთ მარჯვენას. ამ შემთხვევაში პოულობთ ისეთ ტრანსპორტს, რომელსაც მარჯვენა აქვს თავისუფალი. აი, მწვანე R-ს მარჯვენა აქვს თავისუფალი, აი აქ. აქედან გამომდინარე, პირველი გაივლის R-ი, L-ი ფაქტიურად გასულია, D-ს გაუთავისუფლდა მარჯვენა გაივლის D და B დაასრულებს მოძრაობას. ანუ ორდინე იქნება R-ი, D, B. შემდეგი B, AK, G. აქ აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ხოლმე ტრაექტორიას კიდევ, როგორი ტრაექტორიით მიდიან. ამ შემთხვევაში წითელი ავტობუსი გაივლის პირდაპირ, პირველი, იმიტომ რომ პირდაპირ აქვს ტრაექტორია, ისრის მიმართულება აქვს პირდაპირ, შემდეგ დაასრულებს AK, რომ მარჯვენა თავისუფალი ექნება და G დაასრულებს საბოლოოდ მანევრს, გაივლის ბოლოს G, იმიტომ რომ გაუთავისუფლდა აქ მარჯვენა მხარე. შემდეგი ფოტო, შემდეგი ბილეთი არის L, E, N, R. ფილობუს და ავტობუს არ აქვს არანაირი უპირატესობა გზაჯვარედინზე, ერთადერთი უპირატესობა აქვს გზაჯვარედინზე რამს, რომელიც მწვანე ფერით არის გამოსახული ბილეთებში. აქ პირველი გაივლის L-ი, იმიტომ რომ მარჯვენა მხარეს არის და იქვე უხვევს. შემდეგ E, იმიტომ რომ გაუთავისუფლდა აქ. შემდეგი იქნება ავტოკარო, იმიტომ რომ გაუთავისუფლდა აქაც ეს მარჯვენა მხარე და ბოლოს დაასრულებს ფილობუსი. შემდეგი ფოტოდან ცოტა განსხვავებულია, რომ ორი ერთდროულად გაივლის აქ. L-ი გაივლის პირდაპირ, იმიტომ რომ მისი მიმართულება არის პირდაპირ. შემდეგ A და G ერთდროულად გაივლიან, ვინაიდან მათი გადაკვეთები არ არის ერთი მიმართულებით არ მიდის. G მიდის პირდაპირ და A მარცხნივ უხვევს და ბოლოს დაასრულებს D. Dare precedența გვაქვს ორ მხარეს, B-სთან და O-სთან და ამიტომ AK და L-ი, რომელიც მთავარ გზაზე იმყოფებიან, გაივლიან კონტემპორიამენტე, ანუ ერთდროულად. როგორ ხვდებით ახლა, რომ ისინი იმყოფებიან მთავარ გზაზე? თუ გახსოვთ, ჩვენ ვისწავლეთ dare precedențის, მთავარი გზის დირტოდი პრეცედენცის ბილეთებში, დირტოდი პრეცედენცა con una strada dove non gode დირტოდი პრეცედენცა. გვაქვს ასეთი ბილეთებიც და გვაქვს კიდე ასეთი con una strada con minore importanza და ეს იქ გვხვდებაო, ვისწავლეთ ესეც, ან სტოპი, ან dare precedențის ნიშანიო. ამ შემთხვევაში ახლა აქ dare precedențის ნიშნები გვაქვს, ჰორიზონტალურადაც და ვერტიკალურადაც.
და ვიცით, რომ ესენი არის უკვე მეორეხარისხოვანი გზები, სადაც არ არის მთავარი გზის უპირატესობა და ამიტომ უნდა გავჩერდეთ O-ს ჩერდება და B-ს ჩერდება, დაუთმობენ გზას AK-ს და L-ს და შემდეგ გააგრძელებს B, იმიტომ რომ ის იქვე უხვევს მარჯვნივ და მანორს დაასრულებს O, რადგან მისთვის B უკვე გასული იქნება და მარჯვენა უკვე აღარ ექნება დაკავებული. D აქვე უხვევს P, B და N. როგორც გითხარით, ტრამი არის მწვანე ფერში და პირველი გადის ტრამი. გზაჯვარდინებში პირველი გადის ტრამი, ვინაიდან მას არ არეგულირებს შუქნიშანი, სემაფორი. ტრამი გაივლის, შემდეგ გაივლის O, შავი მანქანა და ბოლოს ტრანზიტს დაასრულებს A. აქ ცოტა ჩახლართული გზაჯვარდინი გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვაკვირდებით ტრაექტორიას, ისრების მიმართულებას. E, V, V და AK-ს ტრაექტორები აი აქ იკვეთება. Ch-ისთვის იქნება AK მარჯვენა დაბრკოლება, ხოლო A-ს აქვს თავისუფალი ტრაექტორია და მისთვის დაბრკოლება არ არის, იმიტომ რომ ის იმათ სულ სხვა მიმართულებები აქვთ. ამიტომ პირველი გაივლის AK, შემდეგ E, ლურჯი მანქანა V, AK და Ch. ანუ A, E, V, AK, Ch. ისეც უკვე განვიხილეთ პირველ ბილეთში, პირველ ფოტოზე, ანუ ერი გაივლის, D და ბოლოს B დაასრულებს მოძრაობას. შემდეგი აქ უკვე კარეჯატები სეპარატა არის, იმიტომ რომ ეს სპარტი ტრაფიკო არის, ეს მწვანე ზოლი არის სპარტი ტრაფიკო და ტრაექტორიას რო დავხედოთ, P-სთვის, ლურჯი ტრანსპორტისთვის თავისუფალი არის მიმართულება. B-სა და Ch-ის მიმართულება აი აქ იკვეთება, აი აქ სადღაც გადაიკვეთება. ამიტომ პირველი გადის P, B, Ch. დარეპრეცედენცის ნიშნები. ანუ პირველი გაივლის S, იმიტომ რომ AK-ს მიმართულება არის მარჯვნივ და მისთვის მარჯვენა არის S. S გაივლის A, შემდეგ E, იმიტომ რომ მისთვის პირდაპირ მიდის და R დაასრულებს მოძრაობას. ეს გზაჯვარედინი, სადაც ყველა ტრანსპორტს აქვს მარჯვენა დაკავებული, არის ცოტა პარტიკულარი და აქ ამიტომ R-მა უნდა დაუთმოს B-ს, B შემოდის ცენტრში, ჩერდება, R გაივლის და D და AK ერთდროულად კონტემპორიანმენტე გაივლიან და მათი მიმართულებები არის სხვადასხვა. და ბოლოს B დაასრულებს გზის გადაკვეთას, მანორს. შემდეგი Ch, მისთვის მის მიმართულებაზე არც ერთი ტრანსპორტი არ მიდის, AK-სა და L-ის შორის აი აქ არის კვეთა, S-ა და L-ის შორის აქ არის კვეთა. ამიტომ Ch გაივლის პირველი, შემდეგ A, L, R, E. ესეც უკვე ვნახეთ, განვიხილეთ, მაგრამ კიდე განვიხილოთ. S და R-ს აქვს დარეპრეცედენცის ნიშნები, გაივლის S, გაივლის A, შემდეგ E და ბოლოს R დაასრულებს მოძრაობას. R მისთვის თავისუფალი არის მარჯვენა, E შემდეგ და E დაასრულებს მანორს. AK არის ყვითელი ტრანსპორტი, L არის ლურჯი ტრანსპორტი და ყურადღებით უნდა ვიყოთ ბილეთებთან, რომ ასეთ ხშირად ისე ჩანს ხოლმე ბილეთებში, რომ თითქოს L იყოს ეს ყვითელი, რადგან აი აქ ის ართან ახლოს წერია და
ელის ეს ლურჯი მანქანა იყოს აკ არა. ანუ აკ არის ყვითელი, ელი არის ლურჯი. გაივლის აკ პირველი მისთვის მარჯვენა თავისუფალია ა F L. დარეპრეცედენსის ნიშნები O-ს და B-ს შორის, აქაც გაივლიან აკ და ელი, შემდეგ B და O. ელი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ახლა ეს ფილობუსი იქნება თუ ავტობუსი იქნება. ელი, E, ავტოკარი და ფილობუსი. შემდეგი D იქვე უყავს მარჯვნივ ჩ ა აკა. შემდეგი ა აი აქვე უყავს მარჯვნივ. შემდეგ ჩ თუმ გაუთავისუფლდა მარჯვენა, რადგანაც უკვე აღარ არის და ეს ყვითელი მანქანა აღარ იქნება და ბოლოს დაასრულებს ელი მანორს. ტრამი, როგორც გითხარით, შემდეგ O და A დაასრულებს მოძრაობას. ამ შემთხვევაში ტრამი და B ტრანსპორტი ერთდროულად გაივლიან, ვინაიდან B-ს არ ჰყავს მარჯვნივ არაფერი, შემდეგ გაივლის A და შემდეგ გაივლის ჩ. B-სა და O-ს დარეპრეცედენსა, ანუ ეს წეღანად შევხვდა, ეს ელი და აკა კონტემპორიანემდე გაივლიან, B და O დაასრულებს შემდეგ მანოვრს. შემდეგი B შემოდის ცენტრში ამ გზაჯვარედინზე, ჩერდება, ერი გაივლის და ეს ორი ტრანსპორტი ერთდროულად გაივლიან N-ის გავლის შემდეგ B დაასრულებს მოძრაობას. ერი, ვინაიდან აქ არ ჰყავს არც ერთი გზაჯვარედინზე, აქ მარჯვნივ არ ჰყავს, შემდეგ A და შემდეგ დაასრულებს ჩ. შემდეგი P დაიწყებს, რადგან მისი მანორი არის მარტო, არ არის იმასთან ახლოს არაფერი, B და ჩ. ჩ, A, ელი, R, E. N-ი შემოვა ცენტრში, ერი, A და ბოლოს N-ი დაასრულებს მოძრაობას. შემდეგი ერი მისთვის მარჯვენა თავისუფალი, ეს ნაწილი თავისუფალია, მერე დაასრულებს A და ბოლოს დაასრულებს ჩ მოძრაობას. ეს გონდა. შემდეგი დარეპრეცედენსები S-ი, A გაივლის შემდეგ გაივლის E და ერი დაასრულებს მოძრაობას. ტრამი ისა და B-ს დარეპრეცედენსის ნიშნები აქვთ. ტრამი გაივლის G, შემდეგ გაივლის P, პირდაპირ მიდის და ბოლოს მანორს დაასრულებს B. ანუ მწვანე, წითელი, შავი და ლურჯი ტრანსპორტი დაასრულებს მოძრაობას. შემდეგი N-ი, ვინაიდან მათ A-სა და R-ს აქვს დარეპრეცედენსა, N-ი და გავა პირველი, შემდეგ A და ერი დაასრულებს მოძრაობას. ავტობუსი, წითელი, შემდეგ ლურჯი ავტობუსი და S-ი დაასრულებს მოძრაობას. სულ ეს იყო ჩვენი გზაჯვარედინები, მხოლოდ ერთ გზაჯვარედინზე მინდა დამატებით გითხრათ, ვინაიდან შეგხვდებათ თქვენ ასეთი გზაჯვარედინი. B ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ მიდიოდეს, არის ასეთი პირეთი, რომ მის ოხავს ამ მიმართულებით. ამ შემთხვევაში ტრამი, რა თქმა უნდა, გაივლის პირველი, B შემოდის და ცენტრში ჩერდება. ოღონდ იმ ბილეთში, მე რომელსაც გეუბნებით, ამის ნაცვლად არის მოტოციკლეტი და წერია M-ი. ადვილად რომ მივხვდეთ მერე რომელზეა საუბარი. B შედის და ჩერდება გზაჯვარედინის ცენტრში, გაივლის A, შემდეგ გაივლის M-ი მოტოციკლეტი და ბოლოს B დაასრულებს მოძრაობას. ანუ
B ჩერდება ცენტრში, ტრამის შემდეგ, გაივლის A, შემდეგ გაივლის B, ისა M უკაცრავად და B დაასრულებს ბოლოს მოძრაობას. სულ ეს იყო ძალიან ადვილი თემა არის. წარმატებებს გისურვებთ და შევხვდებით მომავალში.